მოკლედ ბოლო კვირაში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ერევანსა და მოსკოვს შორის და რა ტიპის კონფლიქტთან შეიძლება გქონდეს საქმე. არის ეს სტანდარტული რუსული აღქმა, რომელიც ვერ ეგუება მისი გეოპოლიტიკური ინტერესებში სხვათა ინტერესების შემოჭრას, თუ შესაძლოა იმალებოდეს გეოეკონომიკური მოცემულობა, რომელიც თანამედროვე ახალი მსოფლიო წესრიგის უცილობელი ნაწილი შეიძლება გახდეს. ასევე ჩვენ ვიხილეთ ზელენსკის ღია წერილი პუტინისადმი, სადაც მას ეუბნება, რომ შობია ომი დავამთავროთ, სთავაზობს შეხვედრას და ასევე მუქარის გზავნილსაც უგზავნის, რომ უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე მისის არსებობისათვის, ხოლო პუტინს რუსული ისტორიას ახსენებს, როდესაც ვერ იმარჯვებდა რუსეთი დიდ ომებში, ამას ეწირებოდა პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და უშუალოდ ის იმპერატორები თუ მეთაურები, რომლებიც ედგნენ იმ მომენტში რუსეთის ხელისუფლებას სათავეში. არის თუ არა ეს მუქარა და ზოგადად ვის აწყობს უკრაინაში ომის ამდენი ხნით გაჭიანურება. ეს არის პოლიტიკის ეკო და სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავალთ, თხოვთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვილაიქოთ, დაგვიკომენტაროთ და ამით ხარი დაუჭიროთ პროექტის განვითარებას. ამ კვირაში გავრცელდა საინტერესო მიმართვა, ფაშინიანი ხვდება ამორჩევლებს და აცხადებს, რომ მან გადაიაზრა ყარაბაღის კონფლიქტი და მიხვდა, რომ ყარაბაღით სომხეთი იყავდა გამოჭერილი, არა მხოლოდ სომხეთი, კავკასია, რუსეთს და ეს იყო რაღაც გეოპოლიტიკური ჩიხი ამ ქვეყნის განვითარებისა. მან ის გადაიაზრა და ის არათითქოს ყარაბაღი არასდროს ყოფილა სომხეთის ნაწილი და ეს იყო რუსული ბორკილები სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე. ამიტომაც მან მონახა თავის თავში ძალა, რომ ეთქვა სიმართლე და გათავისუფლებული იყო ამ ბორკილებიდან. თუ კი ეს მართლა ასია, მაშინ 2020 წელს რასაჭირო იყო ის მსხვერპლი, რომელიც ნახა სომხეთმა და ეს თემა რო გვერდით გადავდოთ, გათავისუფლდა თუ არა სომხეთი ზოგადად ამ გეოპოლიტიკური ტყვეობიდან, ესეც საკითხავია. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ, რომ ფაშინიანი საკმაოდ გააქტიურდა ევროპული ფრონტზე, დაამყარა მნიშვნელოვანი კონტაქტები, გაფორდა ამერიკასთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, ევრობიოკრატიამ გარკვეული გრანტებიც კი გადასცა, დაიწყო მოლაპარაკება ასოცირების ხელშეკრულებაზე, მოკლედ საკმაოდ წინ გაიჭრა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაზედაც ევრაზიული კავშირის მესვეურებმა, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფოს ლიდერობით მას მოსთხოვეს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ აერჩია ან ერთი ორგანიზაციის წევრობა, ან მეორესი, თუმცა სომხეთის პასუხი არის ის, რომ იქამდე შეინარჩუნებს ამ ორგანიზაციის წევრობას, სანამ ექნება ამისი რესურსი და გააგრძელებს პარალელურად ამისა სწრაფვას ევროკავშირის სრულფასოვანი ინტეგრაციისაკენ. ამას მოყვა ის, რომ საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობები ისტაბლიშმენტებს შორის მოსკოვსა და ერევანში და მოსკოვმა გამოაცხადა ცალმხრივი ემბარგო. ემბარგო ძირითადად შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და რატომ სოფლის მეურნეობა? იმიტომ რომ სომხეთის აგრორესურსის ექსპორტის 90%-ზე მეტი მოდის რუსეთზე, შესაბამისად ამ მიმართულებით რუსეთს სერიოზული ბერკეტები უჭირავს. რა ბერკეტები აქვს და სხვა მიმართულებით. ერთი რომ გიუმრის ბაზა არსებობს სომხეთში და ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სომხეთისათვის და მეორე ენერგორესურსები. ენერგორესურსების მხრივ დივერსიფიკაციის ერთადერთი შანსი, შეიძლება ვინმე თქვას, რომ აზერბაიჯანთან დაულაგდება მას ურთიერთობა და ახალი გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეძლებს, რომ მალევე ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები აზერბაიჯანული, თუმცა მან უკვე ინფრასტრუქტურის პრობლემაა სერიოზული, იმიტომ რომ ამას დასჭირდება წლები, რათა ეს ნაკადი ის დონეზე მივიდეს, რომ უსაფრთხო იყოს აზერბაიჯანული გაზით სომხეთის მომარაგება. ალტერნატივა არის ირანი, თუმცა იქ კიდე სხვა პრობლემებია, ირანს თვითონ აქვს დეფიციტი ამ მიმართულებით სომხეთის მიმართულებით უბრალოდ. ფაქტია, რომ გამოწვევის წინაშე დგას ერევანი და თუ კი გაგრძელდება ეს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის მხრიდან, სომხეთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რაც დაახლოებით იმაზე უფრო მეტი პრობლემის წინაშე, რაც პრობლემებით ჩვენ გავიარეთ, როდესაც ჩვენ დაგვიწესა რუსეთმა ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისთვის, ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში ემბარგო და ასე შემდეგ. მეორე არის ჩვენ ვიხილეთ განცხადება ერევნიდან, რომ ის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რომელსაც ემბარგო დააწესა რუსეთმა, ისინი უკვე ევროპულ ბაზარზე
გადიანო. ხა ევრობიუროკრატიის ბაზარი რომ არ არის ესეთი მოქნილი და ოპერატიული, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ამდენი ხანი ასოცირების ხელშეკრულებას უკვე ხელი მოწერილი და ძალიან რთულია ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გატანა, თუმცა პოლიტიკური თანხმობის შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს არის იმდენად მიზერული გონი რომ მსჯელობას მოკლებული საუბარი, რომ ბუნებრივია შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური და აგრო კრიზისი უახლოეს მომავალში სომხეთში გარანტირებულია. გარანტირებულია იქნება გამომდინარე, რომ ამ მოცემულობით ალბათ ფაშინიანს ალტერნატივა არ ყავს, ოპოზიციური წარმომადგენელთა აქციები ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ეს აქციები არც ისე მრავალრიცხოვანი იყო, გარდა ამისა ადგილობრივ ელექტორატში შეიძლება ფაშინიანის ესე იგი მხარდაჭერა არ ბრწყინავს, თუმცა ცალსახაა რომ მისი ბლოკი ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს. გარდა ამისა, სომხეთმა აკრძალა საზღვარგარეთი თხრის მიცემის მექანიზმის გამოყენება. ამას შეიძლება ვიღაცა ივარაუდეს, რომ რატომ მას ხო დიდი დიასპორა ყავს იგივე ამერიკაში ან ევროპაში. ეს დიასპორა არ არის პირველი თაობის დიასპორა, საუბარი მაქვს ამერიკისა და ევროპის. ეს ხალხი ინარჩუნებენ რა თქმა უნდა თავიანთ ეთნიკურ იდენტობას, თუმცა ინტეგრირებულები არიან სრულად ამერიკულ ან თუნდაც ფრანგულ საზოგადოებაში. შესაბამისად, რჩება მხოლოდ ერთი დიდი ნაწილი, რომელიც არის რუსეთში და მის ეკონომიკურ მოღვაწეობას იწევა იქ, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ბერკეტის გაუქმებით ცდილობა, სწორედ ეს ინიციატივა, რომელიც ბოლო ხანებში წამოვიდა ერევნიდან. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვიხილავთ, თუმცა ფაქტია, რომ რასაც დღეს ხედავთ და ვაანალიზებთ, კრიზისი როგორც მინიმუმ გარდაუვალია. ამას თავისი წარსული გააჩნია, რატომ მივიდა სომხეთი აქამდე. ამოსავალი წერტილი ყარაბაღის კონფლიქტი, როდესაც გადაწყდა ყარაბაღის ბედი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ამაში ერევანი ადანაშაულებს პირდაპირ თუ ირიბად რუსეთს, რადგან არ იქნა საკმარისი ძალისხმევა მათი მხრიდან ჩადებული იმაში, რომ სომხეთს შეინარჩუნებინა ყარაბაღი მისი ინტერესის ზონად და სივრცეთ. ფაქტი არის ის, რომ რუსეთი არ ჩარეულა ამ კონფლიქტში პირდაპირ, არც მათი სამხედრო დახმარება არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ სომხეთს შეძლებოდა სათანადო თავის დაცვა, განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და რატომ? იმიტომ რომ თუ ბოლო წლებში გადავხედავთ აი ამ სამხედრო დახმარების რიცხვებს, ნახავთ, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით მილიარდობით თანხებს ასხავდა რუსეთი და ხოლო სომხეთში აი 400-200 მილიონი და ეს ემერყეოდა ხოლმე დახმარების ძირითადი პაკეტები, რაც თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ კი არ ჩაერია, უბრალოდ ხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე, ამით დასაჯა ფაშინიანი, რომელიც ახლად არჩეული იყო მაშინ სომხეთის ხელისუფლებაში. და მთავარი კითხვა, მნიშვნელოვანი კითხვა, აი რა ტიპის კონფლიქტამდე შეიძლება მივიდეთ? ეს არის სტანდარტული კონფლიქტი, როდესაც რუსეთი ვერ ეგუება მისი გეოპოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ მისი მოსაზღვრე სახელმწიფოების სვლას, თუ აქ შესაძლოა იმალებოდეს კიდევ უფრო სხვა ინტერესები. ბოლო პერიოდში, რაც მასშტაბური ომების ქარცეცხლში გაიხვა რეგიონი, იგივე უკრაინა, იგივე ირანი, სირია და ასე შემდეგ, ჩვენ ნახეთ, რომ საკმაოდ გაძვირდა, მოკლედ ცხოვრება, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ სოფლიოში. რატომ? იმიტომ რომ სავაჭრო სატრანზიტო მონაკვეთებზე თავისუფალი მიმოსვლები შეიზღუდა. აი იგივე ხა ირანთან ომის დროს საწოვის ფასმა რამხელა ნიშნულს მიაღწია, ეს თქვენ კარგად იზიეთ და ამას ხა აღარ ჩაუხმავდები. სხვა მხრივ, ხო, ანუ ყველა ეს სატრანზიტო მონაკვეთი, იგივე უკრაინის ომის შემთხვევაში, იაფი რუსული ბაზარი გადაიკეტა ევროპისათვის, თვითონ დაავდეს სანქციები და მოკლედ დაიწყო შემოვლითი გზების ძიება. პრაქტიკულად ევრაზიულ მატერიკზე, არც ერთი სხვა გზა აღარ დარჩა ისეთი სტაბილური, გარდა კავკასიისა, სადაც შეიძლება ამ დიდი ინვესტიციების ჩადება, რათა ამუშავდეს რაღაცა ეს ტრანზიტული სივრცე, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და პირიქით. გარდა ამისა, არც დარჩა პოლიტიკური დიალოგის სივრცე, ასეთად გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში არაბული ნავთობ ინდუსტრიების მქონე სახელმწიფოები, თუმცა ირანის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ირანმა მასირებულად დაიწყო იგივე ბაჰრეინის, დუბაის და აი ამ ესე იგი ეკონომიკური ცენტრების დაბომბვა, უსაფრთხოების გარანტიები უკვე არც იქ აღარ არის
და ერთადერთი სივრცე ამ მოცემულობაში არის კავკასია. ბოლო პერიოდში ჩვენ ასევე ვიხილეთ, როგორ გაიხსნა ყარსი თბილისი ახალქალაქის რკინიგზა, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, ან ამ კავკასიის ქვეყნებისთვის შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო მონაკვეთი, არამედ შეიძლება შეიძინოს უფრო დიდი რეგიონის გეოეკონომიკური ფუნქცია. და რატო? ბუნებრივად ეს მონაკვეთი არის დიდი შუა დერეფნის ჩინური და აღმოსავლური პროექტის მნიშვნელოვანი კვანძი. ასევე საუბარი იყო ბაქო-თბილისის უბსის ნავთობსადენის ამუშავებაზე, რაშიც სავარაუდოდ ჩაიდება ყაზახური ინვესტიციების და ყაზახური ენერგორესურსების მოყვება აი ამ ნაკადში. ბევრია საუბარი მოკლედ აი ამ შუა დერეფნის პროექტის აქტუალიზებაზე და კავკასიის როგორც ახალი ეკონომიკური კვანძის ჩამოყალიბების პროცესზე და ლოგიკურად და პრაგმატულად ჩვენ აი ამ რეალობისკენ მივდივართ. რაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, შანსია სამივე სახელმწიფოსათვის, რომ გაიუმჯობესოს მისი როლი სოფლიო პოლიტიკაში, გაიუმჯობესოს მისი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება, თუმცა ასევე არის საფრთხე. საფრთხე იმისი, რომ დიდი ქვეყნების მაქსიმალური ინტერესის ობიექტები გახდნენ და ამასაც მოვესწარით, ხო? ჩვენ ვნახეთ რუბიო ჩასული სომხეთში, ჩვენ ვნახეთ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ტრამპის გვერდით, ჩვენ ვნახეთ ასევე ბოლო პერიოდში ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ცდილობები და სავარაუდოდ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო მაღალ ნიშნულს დაიკავებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურება. მოკლედ მივდივართ აქეთკენ და შესაბამისად ამ რეგიონში შესაძლო კონფლიქტის პროვოცირების მიღმა აუცილებლად უნდა დავინახოთ ცდილობა იმისი, რომ დიდმა მოთამაშეებმა თავიდანვე დაიჭირონ მნიშვნელოვანი პოზიციები ამ ახალ სავაჭრო კვანძის გადანაწილების პროცესში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ზღუდავს, თუმცა პოლიტიკა არის სიფსისყრიანი თამაში და მოგვიწევს მაქსიმალურად ეროვნული ინტერესების დაცვით ზღვარზე გავიაროთ ისე, რომ არც დიდი გლობალური მოთამაშეების და არც რეგიონალური მოთამაშეების ინტერესების შეჯახების წერტილში არ აღმოჩნდეთ. შესაბამისად, სომხეთ-რუსეთის კონფლიქტის მიღმა ამ გეოეკონომიკური პროცესების არ დანახვა იქნება ალბათ პრიმიტიული შეხედულებით მსჯელობა აი ამ კონფლიქტზე მხოლოდ და მხოლოდ და ბუნებრივია სომხეთ-რუსეთის კრიზისი ჩვენზეც იქონიებს გავლენას და აი ამ მთლიან კავკასიური ეკონომიკის პოტენციალზეც და ზოგადად უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გამოწვევა იქნება. ამიტომ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ რაც კი შეგვიძლია ყველაფერი ჩადოთ იმაში, რომ რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება უკრაინას, მე ვახსენე დაწყისში ეს წერილი. საკმაოდ რა თქმა უნდა თამამი განაცხადია, თუმცა ბოლო პერიოდში შევნახეთ, როდესაც პეტერბურგში მიმდინარეობდა ეკონომიკური ფორუმი, სადაც სოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა, როგორ დაიბომბა უკრაინული დრონებით პეტერბურგი, რაც მეტყველებს იმას, რომ ჩვენი დრონები ყველგან მოგწვდებათ და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა არეშნიკებით, დრონებით და სხვა ამ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მასიურად დაბომბა კიევი, კიევი მაინც აცხადებს, რომ ჩვენ არ დავნებდებით და ამ ომს წარეთ გაზღვევინებთ, რაც უკვე პრაქტიკულად ფაქტია, 5 წელი ასოები მიმდინარეობს და შეიძლება რუსეთს აქვს რაღაცა ინიციატივა ფრონტის ხაზზე, თუმცა პასუხიც არანაკლებ ეფექტურია, რასაც უკრაინელები პასუხობენ ხოლმე პერიოდულად რუსებს. ეს მოლაპარაკება შედგება არ შედგება ამ შემთხვევაში ამ გადაცემის ნაწილი არ არის, მე მინდა ერთ საინტერესო კითხვაზე ვისაუბრო. ამ ომის გაჭიანურებით ვინ იღებს ყველაზე დიდ სარგებელს და არის თუ არა უკრაინის ომი თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გეოპოლიტიკური ჩიხი. რატომ დაიწყო ეს ომი რუსეთმა? ამაზე ჩვენც ბევრი ვისაუბრეთ და ვისაც მხოლოდ დასავლური ნარატივებით არ უნდა გადაიაზროს გეოპოლიტიკური პროცესები, მათაც იციან რუსული ნარატივი რა არის, ეს უსაფრთხოების გამოწვევები, გეოპოლიტიკური ინტერესები და ასე შემდეგ. ფაქტია ის, რომ რუსეთს ეგონა რომ მარტივად აიღებდა კიევს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს გეგმები ჰქონდა, იმიტომ რომ ამ ვაბანგზე ის არ წავიდოდა. თუმცა ფაქტია წავიდა. შესაბამისად, ის რომ აი ზელენსკიმ შეახსენა, რომ აი თუ ომს ვერ მოიგებ,
ეს შენ დაგიჯდება შენი პირადი უსაფრთხოების ფასადო პუტინს რაც შეახსენა ეს ისტორიული მოცემულობა რუსეთის რა თქმა უნდა ისტაბლიშმენტი ჩამოიშლება თუ აი ამ ომში რაღაცა ყოველ შემთხვევაში გამარჯვების ილუზია მაინც არ შექმნა უპირველესად საკუთარ აუდიტორიაში შესაბამისად რუსეთი ყველაფერს ჩადებს რომ ამ ეს ომი რაღაცნაირად გამარჯვების წერტილამდე მიიყვანოს და რა თქმა უნდა უკრაინასაც ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება და იომებს ბოლომდე. ეს მოცემულობა გასაგებია. ახლა მოდი გავიხილოთ ევროპული ინტერესები ამ ომში და ევროპული გეოპოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ ვიცით რომ ევროპული კეთილდღეობის პოლიტიკა შეიქმნა ორი ძირითადი მიზეზთა გამო. პირველი ეს არის ამერიკული უსაფრთხოება რამაც ევროპას საშუალება მისცა რომ უსაფრთხოებაზე ნაკლები იფიქრა და მთელი რესურსი ჩაედო სოციალურ კეთილდღეობაზე და მეორე ეს არის რუსული იაფი ენერგო და აგრო ბაზარი, ანუ ზოგადად რუსული იაფი ბაზარი, რაც საშუალება მისცა ასევე ევროპას, რომ მოგვარებული უსაფრთხოების მიღმა იაფად შესულიყო რუსულ ბაზარზე და წამოიღო ის ენერგო რესურსები, რაც მისი კეთილდღეობისთვის აუცილებელია. ამ ომით პრაქტიკულად ჯერ ჩაიკეტა მას რუსული ბაზარი, რადგან თვითონ დაადო სანქციები და რა თქმა უნდა ინდოეთიდან ყიდულობდა მაინც რუსულ ნავთობს, თუმცა ფაქტია რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდა მათ შორის ვაჭრობა. და ომის აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც შეერთებულ შტატებში ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ აშკარად ვნახეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პროცესი უარის თქმისა ევროპული უსაფრთხოების ყოფილიყო ევროპული უსაფრთხოების გარანტორი. ამას ჩვენ განცხადებისაც ნახეთ ამის შესახებ რომ ტრამპი აპირებს რომ გერმანია გაიყვანოს ამეთეს ჯარისკაცი ის არ აპირებს გააგრძელოს უკრაინის ომის დაფინანსება და მრავალი ესეთი ტიპის განცხადება იყო და გარდა ამისა ვიხილეთ უსაფრთხოების ახალი დოქტრინა შეერთებულ შტატების სადაც ის თავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ აღიარებს ჩინეთს და აი ეს ძველი ტიპის უსაფრთხოების პლატფორმა, უსაფრთხოების მოდელი, რომელიც ძირითადად აი ცივი ომის პერიოდის საზღვრებს ავლებდა, და თავარი მოწინააღმდეგე მაინც რუსეთი რჩებოდა, ეს უკვე აქტუალური აღარ არის და შესაბამისად ამერიკული რესურსები უნდა დაიხარჯოს არა რუსეთის, არამედ ჩინეთის შეკავებაზე. ანუ ამერიკული უსაფრთხოებაც ნელ-ნელა გადის ევროპული კონტინენტიდან და იგივე მერცი, იგივე მაკრონი, იგივე ევროპის სხვა ლიდერები დროდადრო მუდმივად საუბრობენ, რომ დროა ევროკავშირმა, ევროპამ, წევრმა ქვეყნებმა შექმნა უსაფრთხოების საკუთარი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება სრულად მათზე დამოკიდებული და რა თქმა უნდა, უპირველესად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი 2030-ისთვის თავს დაესწრება მათ. ახლა ჩვენ ბალტიის კრიზისაც ვადინებდით თვალს, როდესაც დაიძაბა გაცდა იმისი, რომ შეიძლება შეიჭრას რუსეთი ბალტიისპირეთში, ამის შესახებ ზელენსკი იმას თავის წელიშიც კი ახსენა და ლუკაშენკოსაც კი საუბრეს, რომ ბელარუსიდან შესაძლოა კვლავ გამეორდეს სამხედრო ინტერვენცია და ასე შემდეგ. ანუ ევროპა თავარ ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ განიხილავს ამ შემთხვევაში რუსეთს. ამიტომაც ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ცდილობებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ლომის წილი მიუძღვის ევროპას ამ მოლაპარაკებების ჩაშლაში. რა თქმა უნდა, იქ იყო რეალური და სამართლიანი არგუმენტებიც იმის შესახებ, რომ კონკრეტული შეთანხმებები უფრო მეტად რუსულ ინტერესს ითვალისწინებდა ვიდრე უკრაინულს, თუმცა ფაქტი ცალსახაა, რომ ევროპა მუდმივად ცდილობდა, რომ ჩაეშალა ეს მოლაპარაკებები, ჩაეშალა იმით, რომ წამოეყენებინა ისეთი პირობები, რაზეც მოსკოვი არ გათანხმდებოდა. მოტივაცია რა არის ამ ლოგიკაში? მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად გააჩეროს რუსეთი უკრაინაში და იქ მოხდეს რუსეთის დაბმა, ეგრეთ წოდებული, სხვათა შორის აი ამ ლოგიკის სასარგებლოდ არაერთი განცხადება გააკეთა ბალტიისპირეთის აღმოჩენება და ეს წამოწდენა შეიძლება იყოს, ან უბრალოდ რეალობის ასახვა ევროპული აუდიტორიისათვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, რომ რუსეთი ვეღარ ვაჭრობს ევროპაში, რაც მისთვის დიდი ფინანსური დანაკარგი არის,
და ცივილიზაციური დანაკარგიც არის, რადგანაც რუსეთი თავის თავში როგორც აზიურ, ისე ევროპულ საფუძვლებსაც მოიცავს და ეს რომ არ იყოს აი ამ უკიდეკანოს სივრცეზე რუსეთის მმართველობის ლეგიტიმურობის საკითხი დადგება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ევროპულ ცივილიზაციასთან ბმა და კავშირი და არა მხოლოდ აი ამ დანაკარგებისა, პრაქტიკულად დაიკარგა რუსებისთვის ევროპული ბაზარი და პირიქით. ორივე ამ ბაზრის შევსების ცდელობა წამოიწყო ჩინეთთან. შესაბამისად მივიღეთ ჩვენ მოცემულობა, რომ უკრაინის კონფლიქტის გადაუწყვეტილობა გამოიწვია ის, რომ ორივე ამ დიდი გეოპოლიტიკური სივრცის ეკონომიკური გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ჩინეთს. მე ხა შორს ვარ იმას რისაგან რომ ჩინეთმა რაიმე წვლილი შეიტანა ამ კონფლიქტის გაღვევებაში, ის ცალსახად მხარს უჭერს რუსეთს. თუმცა ამავდროულად ხდება თბილად ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ჩადიან ხოლმე ჩინეთში, იგივე მერცი, იგივე შტრამერი, იგივე მაკრონი და ასე შემდეგ. ანუ სანამ უკრაინის ფრონტი ცოცხალია, მაქამდე ორივე პოლუსი, ევროპული და რუსული, ცდილობს რომ ინვესტიციები და ბაზარი მოიპოვოს ჩინეთში. პრაქტიკულად ჩინეთს აწყობს აი ამ კონფლიქტის გაწევა მაქსიმალურად და აი ამ ორი მოთამაშის ასე თუ ისე დასუსტებას თუ არ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში მიბმა მასზე. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ ისიც ვახსენეთ, რომ ახალი უსაფრთხოების ახალი დოქტრინით მთელი ამერიკული რესურსი უნდა წავიდეს ჩინეთის შეკავებაზე და შესაბამისად ნახეთ როგორ ჩავიდა ტრამპი იაპონიაში, როგორ კრავს იქ ახალ კოალიციას, იყო მცდელობა ინდოეთის გადმობირებაზე, თუმცა ეს სამხრეთ აღმოსავლური სარტყელი, რომელიც გარს არტყავს ჩინეთს, თავიდანვე მაინც ამერიკული ზონად იყო წოდებული. ტაივანის ამ ზონაში შედის და შეკავების პოლიტიკის უცილობელი ინსტრუმენტია აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩინეთის ჩრდილოეთით აი ეს სივრცე რუსეთის სახელით, სადაც არა მხოლოდ ჩინო-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობა შენდება, არამედ საკმაოდ ესე იგი დიდი კოლაბორაცია არსებობს იგივე არქტიკის ათვისების თვალსაზრისით, იგივე ციმბირის ათვისების თვალსაზრისით. ამიტომაც ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩინურ-რუსული ბლოკი დაიშალოს. ეს არის ძველი ისტორიული პარადიგმა, როდესაც საბჭოთა კავშირი და ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ერთად თანამშრომლობდა და 70-იან წლებში კისინჯერის დამსახურებით, ხო, აი ამ თანამშრომლობის ლოგიკიდან ამოვარდა ჩინეთი, სახალხო რესპუბლიკა და გარკვეულწილად და მარტო დატოვეს უკვე საბჭოთა კავშირი და დაიწყო საბჭოთა კავშირის გამოფიტვის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც წარმატებით დასრულდა თავის დროზე. ეხა ეს თავიდან განმეორდება თუ არ განმეორდება, ეს სხვა რაღაცა, უბრალოდ თავარია ლაუხსნად გეოპოლიტიკური ლოგიკა. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩინურ-რუსული ბლოკი დაიშალოს, მნიშვნელოვანია გადაწყდეს უკრაინის ბედი. და ჩვენ ხშირად გვესმის, როგორ ახსენებს რუსეთი ამერიკის ხელისუფლებას, ალიასკის შეხვედრას, რომ აი ჩვენ ალიასკის შეხვედრის სულისკვეთებით მოქმედებთ და ვახსენებთ ამერიკულ მხარეს, რომ შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ხა იქ სხვა ვალდებულება რა უნდა ეკისრა? მით უმეტეს იმის მერე, რომ აი ალიასკის შეხვედრის შემდგომ დაიდო უკრაინის კონფლიქტის გეგმა, სადაც რუსეთს თავისი პოზიციები ჰქონდა მკაცრად გაწერილი, საუბარი იყო დონბასზე, უკრაინის ესე იგი საგარეო კურსის ცვლილებაზე და ბევრი ის ცნობილი პუნქტი, რაზეც რა თქმა უნდა ზელენსკიმ უარი განაცხადა და ევროპული კოალიცია შემოიკრა გარს და გააგრძელა აი ამ ევროპული რესურსებით გადაიარაღებული ახალი ესე იგი კონფლიქტის ახალი ფაზა. ამერიკელებისთვის და ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევის ფონზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს იდეაში რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს თუ არ გაიმარჯვებს. მისთვის მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, რომ რუსულ-ჩინური ბლოკი გაწყდეს და რაც თავარია, რუსეთი არ იყოს იმდენად სუსტი, რომ კონკურენცია ვერ გაუწიოს აი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩინეთს და რუსეთი არ იყოს ანტიამერიკულად განწყობილი. ანუ არ იყოს, რა თქმა უნდა, ანუ ის ბლოკი ვერ გაწყდება, თუ რა თქმა უნდა, ჩინეთსა და რუსეთს შორის იქნება ერთი ინტერესი, მაგალითად დაასრულოს შეერთებული შტატების ჰეგემონია მსოფლიო პოლიტიკაზე. ამის მიღწევა ძალიან რთულია ამერიკელებისათვის, თუ უკრაინაში ეს კონფლიქტი ისევ ღია და მიმდინარეობს. უკრაინაში კონფლიქტი გადაწყდეს, მაშინ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ უკვე ევროპული უსაფრთხოების ისტორიულ
მოდელების განხილვას. რა მოდელები ქონდა ევროპას, აი გლობალური სოფლიო წესრიგისა და ევროპული უსაფრთხოების. პირველი, როდესაც თვითონ იყო ჰეგემონი და ის იყო ალბათ ანტიკური ისტორიული პერიოდი, რომელიც დაბრუნება ამჟამად და უახლოეს 100 წელში შეუძლებელია. მეორე, როდესაც იყო ქრონოლოგიურად რომ ვიყვეთ, ევროპული ძალთა ბალანსის პოლიტიკა, ეს რაღაცნაირად მე-17 საუკუნიდან ვიდრე მე-20 საუკუნემდე, როდესაც დიდი ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთის პატივისცემით პატივისცემა გამოიხატებოდა იმაში, რომ სარიწყდნენ, ომს ისინი იწყებდნენ ერთმანეთში, უბრალოდ ისინი აცნობიერებდნენ ამ ძალათა მასშტაბებს და ცდილობდნენ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ თავიდან, ისე, რომ ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინებინათ. ეს ქმნიდა რაღაცა ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მოდელს, სადაც მსხვერპლი იყო მინიმალური იმ პერიოდში, იმ პერიოდის გაგების გათვალისწინებით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს სისტემაც ჩამოიშალა, იმიტომ რომ მივიღეთ უკვე დიდი, უფრო ძლევამოსილი სუპერ სახელმწიფოები, როგორც იყო უკვე ესე იგი საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. ამ ორმა პოლუსმა შექმნა მერე ბიპოლარული სამყარო და ამ პერიოდში ევროპული უსაფრთხოება სწორედ აი ამ ცივი ომის კონტექსტში ჩამოყალიბდა. ევროპა გაიყო უბრალოდ შუაზე, ერთი იყო წითელი, ესე იგი საბჭოთა კავშირის ბლოკში შემავალი, ხოლო მეორე იყო მოკავშირეების მხარეს. ასე რომ ვთქვათ. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაინგრა ამ ძველი სამყაროს პარადიგმა და ნატომ დაიწყო გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, როგორც რუსები ამბობენ, მივიღეთ ამ მიზეზით უკრაინის კონფლიქტის გარდა, რა თქმა უნდა, ნატოს გაფართოების ნაწილად უნდა ჩაიცვალოს ასევე ახლო აღმოსავლური კამპანიები ამერიკელთა გადმოსახედიდან, თუმცა 21 საუკუნეში, როდესაც აი 2010 წლიდან უკვე შემდგომ ჩინეთმა ეკონომიკური სასწაული დადო და დაიპყრო მსოფლიო ბაზარი, რა თქმა უნდა, ამერიკელების ინტერესები შეიცვალა და აქტუალური უკვე აღარ არის უბრალოდ აი ამ ძველი პოსტცივი ომისეული სამყაროს შენარჩუნება. შესაბამისად, უკრაინის ომი ეგზისტენციალური არის არა მხოლოდ უკრაინისთვის და რუსებისთვის, არამედ ევროპისთვისაც. რადგანაც, როგორც უკვე ვახსენეთ, ამერიკული უსაფრთხოებისგან დაცლილი ევროპას სჭირდება თვითონ შექმნას ახალი უსაფრთხოების მოდელი. ძალთა ბალანსი მუშაობდა მაშინ, როდესაც საფრანგეთს ჰქონდა კოლონიები, ბრიტანეთს ჰქონდა თითქმის მთელი სამყაროს 1/3 დაპყრობილი. წინააღმდეგში და გერმანია წარმოადგენდა სუპერ სამხედრო სახელმწიფოს, ხო, პრუსიის იმპერია და ასე შემდეგ. და ავსტრია-უნგრეთი იყო იმ პერიოდში რაღაცნაირად ბუფერული სახელმწიფო ევროპასა და რუსეთს შორის. შესაბამისად, ხა რუსეთი მაშინაც ხმელეთზე ვითარდებოდა და მაშინაც ევრაზიული მატერიკის ევრაზიონისტური იმპერია გახდათ. დღესაც დაახლოებით იგივეა, რა თქმა უნდა, უფრო მცირე საზღვრებით, თუმცა პოტენციალი არსად გამქრალა. ევროპამ კიდე ეს კოლონიები დაკარგა. ხო? და დაკარგა არა მხოლოდ ოფიციალურად, არამედ არაოფიციალურადაც, იმიტომ რომ ის უკვე სხვა დიდმა სახელმწიფოების ესე იგი ეკონომიკურმა ინტერესებმა, პოლიტიკურმა ინტერესებმა შეავსო. შესაბამისად, იმისთვის რომ ახალი უსაფრთხოების სისტემა ჩამოყალიბდეს და რუსეთი ამ ფორმით ამის ნაწილი გახდეს, თუ ვერ გახდება ნაწილი, ხო, უსაფრთხოება ვერ შეიქმნება. ბუნებრივია, წარმოიდგინეთ სამეზობლო, სადაც ყველა რაღაცა ერთმანეთში მეგობრობს და ერთი ყველაზე ვისაც დიდი რესურსი არის გავლენა აქვს, ამის წევრი არ არის, ბუნებრივია ეს უკვე ტრობას წარმოშობს, ან როგორც მინიმუმ უნდობლობას, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაიზრდება კონფლიქტში. ამიტომაც, ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს. უკრაინას ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მახასიათებელი მხარეა. შესაბამისად, რუსეთი რომ დააბრუნდეს აი ამ დიდ ევროპულ უსაფრთხოების ლოგიკაში, ევროპისთვის ეს საფრთხეა. როგორი ტიპის რუსეთი უნდა დააბრუნდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. სანამ რუსეთში ამ ტიპის აი ამ პუტინისეული ან რაღაცნაირად ეროვნული, რო ვთქვათ, მათთვის ეროვნული ხელისუფლება არის, ბუნებრივია ამ რეჟიმთან თანამშრომლობა მისთვის საფრთხეა, იმიტომ რომ თუ უკრაინას დაკარგავენ, შემდეგი რა იქნება, სულ ამას საუბრობენ, ხო? შემდეგ იქნება ბალტიისპირეთი, იქნება პოლონეთი და ასე შემდეგ. რუსეთი რომც არა, ესე იგი, ცდილობდეს ამის გაკეთებას დღეს,
ყოველ შემთხვევაში ევროპელთა რიტორიკა ბუნებრივია, იმიტომ რომ ის საკუთარ აუდიტორიას და საკუთარ ესე იგი საზოგადოებას ამზადებს ამისთვის, რომ რესურსების მობილიზება საჭირო, რათა ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურა. შესაბამისად, უკრაინის კონფლიქტი არის არა მხოლოდ ახალი მსოფლიო წესრიგის გადახედვის პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა, არამედ არის აი ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირებისათვის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ჩიხი. თუ არ გადაწყდება და აი ამ კითხვებზე, რა კითხვებზეც მე ვისაუბრე, აი ამ ინტერესებზე, რა ინტერესების გამო ვყავი, არ იქნება ლოგიკური პასუხები და სახელმწიფოები ვერ გამონახავენ პოლიტიკურ სივრცეს ასეთი ტიპის დიალოგის წარმოებისათვის, ამ ხალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება თავისთავად ჩიხშია შესული. ერთადერთი ძალა, რომელიც აი ამ აურზაურში კიდევ უფრო ძლიერდება, არის ჩინეთი, რადგანაც როგორც უკვე ვახსენეთ, ევროპელებიც ჩადიან პეკინში, ამერიკაც ჩავიდა პეკინში და ნახეთ როგორი დახვედრა მოუწყვეს და როგორც კი გაფრინდა ტრამპი, ჩაფრინდა პუტინი და ისევ ხმამაღლად განაცხადა, რადგანაც იმედგაცრუებულია ის ამერიკელთა მხრიდან ალიასკის შეხვედრის დადებული შეთანხმებების რეალიზების თვალსაზრისით, განაცხადა, რომ ჩვენ ვკაფიოთ ვისაუბრეთ ცივილიზაციათა ერთობაზე, საუბარია რუსულ-ჩინურ დიდ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ბლოკის აუცილებლობაზე. რომ ისინი დაიცავენ სამყაროს, რათა არ მოხდეს კვლავ ერთი ჰეგემონიის ქვეშ. ამიტომ ყოველი მცდელობა, რომელიც არ ისახავს აი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, ამ ჩიხის ამოხსნის რაღაცა ლოგიკურ ფორმულას, ყველა ესეთი მცდელობა არის ან შიდა პოლიტიკური ავანტურის ნაწილი, ან რაღაცა დიდი ვაჭრობის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ამ წერილზე პასუხი რუსების ვერ იქნება ისეთი, როგორც ზელენსკის სურს და ეს წერილი ალბათ დარჩება წერილი და იმიჯის ნაწილი უფრო შეიძლება გახდეს ვიდრე რეალ პოლიტიკისა. ასევე ვისურვებ იმას, რომ ჩვენს რეგიონში ვითარება ინდონეზე არ დაიძაბოს, რომ ჩვენ რაღაც ახალი კონფლიქტთან, სამხედრო ტიპის კონფლიქტთან კონდეს საქმე. როგორც უკვე ვახსენე, აი ამ დიდ გადანაწილებაში კავკასიას გაუჩნდა პოტენციალი და გაჩნდა დიდი სახელმწიფოების ინტერესი, რომ შეიქმნას აქ დიდი გეოეკონომიკური სავაჭრო კვანძი და უნდა ვისურვოთ, რომ ყველა ხელისუფალს აი ამ ქვეყნებისა გქონდეს გონივრული საკმარისი, ესე იგი გონივრული სულისკვეთება, რომ ეროვნული ინტერესების დაცვით გამოიყენოს ეს შანსი ისე, რომ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებაც მოხდეს აი ამ დიდ სანუკვარ პროექტში, თუ რა თქმა უნდა განხორციელება უწევია მას. მადლობა ყურადღებისათვის.